ხო შენ პირდან რო ვარჯიშს გავაგრძელებდით, სად არიან? გამარჯობა მასკოტ, დავიწყოთ ვარჯიში? გოგოებო, გამარჯობა, ესენი აქ რას აკეთებენ? მასკოტ, ისინი არა, ეს ბიჭები ჩვენი შეყვარებულები არიან. ჩვენ გოგოებთან ვართ. მასკოტ, გამარჯობა. კარგი გასაგებია. ბიჭებო, ნუ იცინი, ცნობილებში ყველაზე მაგარი მასკოტია. კარგი დასხედით. ხო, გვიყურეთ როგორ ვარჯიშობთ. მოდით გოგოებო, იმედია რამე არ შეგვეშლება. ხო, გოგოებო. ვაჩვენოთ ახლა კლასი? ვაიმე, გოგოებო, ახლა სლავა მიყურებს როგორ ვარჯიშობ? კარგით, უნდა მივეჩვიოთ ამ ყველაფერს, ესენი ხომ ჩვენი შეყვარებულები არიან. კარგით, დავიწყოთ. მეგობრებო, წარმოიდგინეთ, ჩერლიდერს ხვდები, რა მაგარია. მარტო არ ხარ, ყველა ჩერლიდერებს ხვდებით. მეგობრებო, უყურეთ, უკვე ვარჯიშს იწყებენ. ეს მასკოტი მაღიზიანებს. G A M A R J B E B A გამარჯვება. ბანი საუკეთესოა. საუკეთესოა გიხართ. მეგობრებო, დაინახეთ, ამ ბაჭიამ შუადით იმიჩვენა. არა მგონი რაღაც გეჩვერება. მასკოტს რატო უყურებ? გოგოებს შეხედე. გამარჯვება. ბანი საუკეთესოა. ბანი გაიმარჯვებს. ჯანდაბა, ერთი დღით ვიყავი წასული და ნახეთ რამდენი რაღაც შეიცვალა. ხო, ახლა ახალი შეყვარებულები ჰყავთ და კალათბურთელებმა ისევ გაგვაგდეს და ამ ქათმებს დასდევენ. ხო, მაგრამ რატომ თუ მე ამბოხებს შეყვარებულები ყავთ, ჩვენთან რატომ არ უნდათ კალათბურთელებს? იმიტომ რომ სულელები არიან, გუშინ კაფეტერიაში წესიერად ვისხედით, სანამ გაიგებდნენ რომ მე ამბოხებს ახალი შეყვარებულები ყავდათ და შეცვალეს. რა თქმა უნდა, ცუდი სიტუაციაა, მაგრამ კარგი შეყვარებულები ყავთ. ნორმალურები არიან, ბლონდი ძალიან საყვარლები არიან. კარგით გოგოებო, რა გვაქვს გეგმაში? რა თქმა უნდა, ვარჯიში. G A M A R J B E B A გამარჯვება. ბანი საუკეთესოა. გოგოებო, ძალიან კარგი ვარჯიში იყო. 5 წუთით დავისვენოთ, ბიჭებო. აბა რას ფიქრობთ ჩვენს ვარჯიშზე? მოგეწონათ? გოგოებო, საუკეთესო ჩერლიდერები ხართ. ხო, ეს საოცრება იყო. რა თქმა უნდა, ყველა ჩემპიონატი მოვიგეთ. გამარჯობა ბიჭებო, ბაყაყები მოვიდნენ სავარჯიშოდ. გთხოვთ დაცალეთ ეს დარბაზი. შეგიძლიათ თქვენ დარჩეთ? გოგოებო, ესენი თქვენი მეგობრები არიან? ისინი ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან. მომისმინეთ ბაყაყებო, ჩვენს ბიჭებს თავი დაანებეთ და საერთოდ ნუ ესალმებით. შეგიძლიათ კალათბურთელებთან მიხვიდეთ. ხო, ისინი თავისუფლები არიან და თქვენ ვერ გვეტყვით ვისთან ვიფლირტაოთ და ვისთან არა. არ მესმის სიმპათიურ ბიჭებს ეს ნიანგები როგორ ასრულებენ. ხო, ეგ არის რეალობა, ბალამაზმანებს არასდროს ამჩნევენ. მასკოტ, თავისუფალი ხარ. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან. გოგოებო, რა დაგვიძახეს? ნიანგები და თან ახალი ბიჭები არიან აქ. იმედი მაქვს ვერ გაიგეს, ყველაფერი გაიგეს. ბიჭებო, ყურადღება არ მიაქციოთ, ესენი ბაყაყები არიან, შურთ ჩვენი. კარგი გასაგებია. თქვენი ურთიერთობები ნორმალურია. გოგოებო, ახლა რას აპირებთ? შემდეგ. ახლა გაკვეთილები გვაქვს. ბიჭებო, მასკოტი მართალია, გაკვეთილები გვაქვს ახლა. შეგიძლიათ გაკვეთილების შემდეგ მოგვაკითხოთ? გოგოებო, უნდა წავიდეთ. კარგი ბიჭებო, აქ საქმე აღარ გვაქვს, ბაყაყები ივარჯიშებენ, შეგვიძლია ყველა წავიდეთ. გოგოებო, რატომ შეგვიძლია აქ დაგიცადოთ? ხო, გაკვეთილები არ გვაქვს. ბიჭებო, ჩვენ მივდივართ და თქვენც მოდიხართ. წამოდით, აქ აღარაფერი აღარ გვესაქმება. ჯანდაბა, გოგოებო, მიდიან. მაშინ კალათბურთელებს ვფლირტაოთ. ჯერ მაგათმა უნდა დაივიწყონ ესენი, რომ ვფლირტაოთ. მოკლედ მარკუს, ახლა გაკვეთილები და ტესტები მაქვს, ჩაობარებ და შემდეგ დაგირეკავ. ძალიან მომენატრები. მეც. შეგიძლია შოკოლადი მიყიდო, გთხოვ, გაკვეთილების შემდეგ შევხვდებით. გოგოებო, ახლა გაკვეთილები გვაქვს. ბიჭებო, თქვენ წადით, კარი იქეთაა. მასკოტ, იციან. კარგად. მოკლედ, მეგობრებო, გადავწყვიტე, სკოლიდან საბუთები უნდა გავიდანო, აქ სწავლა აღარ მინდა. არასდროს არ მეგონა, რომ ჩვენ კალათბურთელები ასეთი გულგატეხილები ვიქნებოდით. ამ წამს გავიაზრე კნოპა სიამდვილეში რა ლამაზია. პიცა კალათბურთელებმა რა შეუკვეთეს? არაფერი, პიცის 2 ნაჭერი შეუკვეთეს, მადა არ აქვთ. ძალიან ცუდია, მე ამბოხეები ენატრებოდ. ვირთხებთან მიდი, იქნებ მაგათმა შეუკვეთონ რამე. კარგი, მაგრამ ესენი მხოლოდ ჩაის უკვეთავენ. Jana, ეს ნახე, კალათბურთელები პიცასაც ვერ ღეჭავენ. ხო, მოენატრათ თავიანთი ბანი, მაგრამ ახალი შეყვარებულები ხართ. კალათბურთელები საერთოდ არ მეწოდებიან, ნაკლებს უნდა ტრაბახობდნენ. ვირთხებო, რამეს შეუკვეთავთ თუ არა, 1 საათია უკვე აქ სხედ ხართ. ხო, და მე ნახევარი ჭიქა კიდევ დამრჩა, ამიტომ კიდევ 1 საათი ვიჯდები. ხო, ჩაი შევუკვეთეთ, რამდენი ხანს გვინდა იქამდე ვიქნებით. პიცა ჩაი თავიდან ამევსე, გთხოვ. შოკში ვართ, ეს სასაცილო გონიათ, მხოლოდ ჩაის ვამთ.
ჯანდაბა უკვე მესამე ნაჭერს ჭამ და კიდევ არ მეყო. ხო, ამინდის ბრალია, როცა კარგი ამინდია, ჭამა გინდება. გოგოებო, სიმართლე რო გითხრათ არ მეხალისება ყოველ დასვენებაზე თქვენთვის პიცების ყიდვა. მეგობრებო, ახლა ამის დრო არ არის, დაინახეთ კალათბურთელებს რა დაემართათ, სულად არიან. გამარჯობა დედა, შეგიძლია სკოლაში მოხვიდე და საბუთები გაიტანო. არა, სმაილ დაწნარდი, სხვა სკოლაში ახლა გადასვლა ზედმეტია. დედა, რას გულისხმობ თინეიჯერული სიყვარული გაივლის, ჩემი არასდროს არ გაივლის, დიანა მიყვარს. დეიდა კეით, მეკნობა მიყვარს, გთხოვთ ჩემი საბუთებიც გაიტანეთ. ტიმურ, ხო კარგად ხარ, დედამისი ელაპარაკება. ხო, კარგი. ახლა არ გამოვა, უკვე 1 წლის გადახდილია. ხო და კარგია, ჩვენ ამ სკოლაში დავრჩებით. მე რა რო ჩილიდერებს ახალი შეყვარებულები ყავთ. საერთოდ ისინი დაგინახავთ, ერთად მარტო რამდენიმე კვირა იქნებიან. იცით რა მეგობრებო, ყველაფერი ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალია, რომ ისინი არ დავაფასეთ. ახლა კიდე ახალი შეყვარებულები უნდათ, რომ მათთან ერთად გაერთონ და ისე ერნოთ. ჩვენ კიდე აქ ვართ, ცუდად. ხო, ცუდად, ძალიან ცუდად. გუშინ მთელი ღამე არ მეძინა. მეგობრებო, ახლა თუ არ დაწნარდებით, მომიწევს რომ წავიდე და მათ მივხედო. ხო და წადი, მაქს და რამე გააკეთე. მეგობრებო, უბრალოდ ახლა პრობლემები არ მინდა დირექტორთან. შეგიძლიათ მასზე საუბარი შეწყვიტო, დამხლელია, ჩერილდერები. ხო, რა იყოთ, დაკარგეთ, დამთავრდა, ნახეთ, ბევრი სხვა ლამაზი გოგო ამ სკოლაში, აი ვირთხები. ხო, ამ სკოლის ვარსკვლავები ვართ. ვარსკვლავი ვირთხები. მეგობრებო, მოდით არ ვიჩხუბოთ, ჯობია რამე შევუკვეთოთ, დღეს ცოტა შეკვეთავა. მართლა საერთოდ არ გშიათ, რა იყოთ? კალათბურთელებო, მისმინეთ, ვიცი რომ ცუდ ხასიათზე ხართ, მაგრამ ვიცი რა დაგეხმარებათ. და რა დაგვეხმარება, შენ არ ამგონია გვიშველო. რა, ეგ რა შუაშია, უბრალოდ გვინდა რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდეთ. ხო, სიმღერა კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. კაპელა. ჯიჯი, შემდეგი რა არის? პატრიკ, ნახე, ეს გადაწერე. გოგოებო, მხოლოდ 2 გაკვეთილი დაგვრჩა და შემდეგ ჩვენს ბიჭებს ნახავ. ხო! ჯანდაბა, იგორი, ისეთი კარგია. ნობა, შენ მარკუსი ნახე. არა, მე ჩემი შეყვარებული მომწონს და გერა ყოველთვის მყიდულობს შოკოლადს. ხო, გოგოებო, ძალიან გაგვიმართლა ამ ახალ შეყვარებულებში. გოგოებო, ნეტავ კალათბურთელები რას აკეთებენ? დღეს საერთოდ არ გვინახავს. თავს გვარიდებენ, რა თქმა უნდა. გოგოებო, არ მომწონს თქვენი შეყვარებულები, ძალიან თავდაჯერებულები არიან. მასკოტ, აბა როგორი ბიჭები უნდა იყვნენ, კომპლექსიანები? ჯიჯი, კითხე. არა, შენ კითხე. კარგი. დიანა, შენ სიმღერას უსმენთ და ძალიან მოგწონს. როდის გამოუშვებ ვიდეოს? დიანა, შეგიძლია ჩემ დაბადების დღეზე გამოუშვა. ვიდეოსთვის მსახიობები თუ დაგჭირდა, რომ იცოდე, აქ ვართ. ხო, და მე და ჯიჯი ვითამაშებთ ნებისმიერ როლზე. ვაუ, ლუზერებო, ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდით, თუ მსახიობები სჭირდება, ჩვენც აქ ვართ. ხო, ბევრი რაღაც მოითხოვეთ. სხვათა შორის კი კასტინგი იქნება და ვიდეოც იქნება, ხო? გოგოებო, ესე იგი დღეს კაფეში არ წავალთ? ვაიმე, მასკოტ, სულ დამავიწყდა, მოდი შემდეგზე წავიდეთ ყველა ერთად. დღეს შეყვარებულებთან ერთად მივდივართ. ხო, კარგად, მასკოტ. ჯანდაბა, დიანას მეგობრები ნერვებს მიშლიან. ხო, დიანასთან სხვანაირები ხდებიან. ბავშვებო, კასტინგია, უნდა წავიდეთ და ვაჩვენოთ საკუთარი თავი. ხო, ახლა ყველაზე მთავარია რომ მოძრაობები ვისწავლოთ. მეგობრებო, თქვენ ნული შანსი გაქვთ. კლიპში მათი ახალი შეყვარებულები იქნებიან, მოცეკვავეები არიან და კარგად მოძრაობენ. ბიჭებო, ესე იგი თქვენ ვერ წამოხვალთ, მე და ჯიჯი წავალ კასტინგზე. ჯული, შენ სახლში უნდა გავიარო და ბაფთები ავიღო ამ კასტინგისთვის და მჭირდება. კარგი, ჯიჯი. მოიცა, დღეს პარკში არ მივდივართ. ბროვასტი, ჯიჯი და მე მხოლოდ კასტინგზე ვფიქრობთ. დღეს რაღაც ცუდი დღეა, შეკვეთები საერთოდ არ გვაქვს. არ ვიცი, იქნებ ფული არ წამოიღეს დღეს. არა, ყველაფერი აქვს, დაფინანსება მიიღეს, უბრალოდ არაფრის შეკვეთა არ უნდათ. კარგი, ახლა ეს ჩაიცვი რომ ყიდულები მოიზიდოთ, ხალხს უნდა უთხრა რომ შეთავაზებები გვაქვს. რა, აი ეს, რას ამბობ? მე ხომ გოგო ვარ, იქნებ ჩემს ნაცვლად შენ წახვიდე. პიცა, აქ ბოსი მე ვარ, ამიტომ ახლა ამას ჩაიცვამ და ხალხს დაელაპარაკები. ხო, კარგი, მაგრამ ყველა დამცინებს. არა, არავინ არ დაგცინებს, მიდი, ჩაიცვი. კარგით, კალათბურთელებო, იცოდეთ სერიოზულად უნდა აღიქვათ ყველაფერი. მოდით დავიწყოთ სიმღერა 1, 2, 3. Свет озарил мою больную душу. Нет, твой покой я страстью не нарушу. Бред, полночный бред. უფრო წყნარად, бичебо, მიდით. Я посмел тебя желать. Мой тяжкий крест, уродство, вечная печаль. Я сострадание за любовь готов принять. Нет, горбун отверженный с проклятием на челе. Я никогда не буду счастлив на земле. Не
после смерти не обрести покой. Я душу дьяволу продам за ночь с тобой. მასწავლებელო მაიკ, რა ხდება? არასწორად არაფერი გაგვიკეთებია. გოგოებო, გომბეშოებმა ყველაფერი მითხრეს. ყველაფერი მოვუყევით და გეგონათ რომ ჩუმად ვიქნებოდით? მასწავლებელო მაიკ და რა გითხრეს ბაყაყებმა? ყველაფერი ნორმალურადაა. გოგოებო, ამ სკოლაში უცნობები რატო შევგყავთ? და ჩვენი ქვედაბოლოების ქვეშ იხედებოდნენ. ხო, მასწავლებელო მაიკ, დღეს საერთოდ ვერ ვივარჯიშეთ, როგორც კი ავხტებოდით, ეგრევე იყურებოდნენ. ხო, აი ასე. აბა გოგოებო, რა სიტყვით? მასწავლებელო მაიკ, ეს სიმართლე არ არის. ხო, როგორც კი დავამთავრეთ ვარჯიში, წავედით და ბიჭებიც გამოვიდნენ. თქვენ უქნევდით ხელებს და თქვენ ესალმებოდით და უღიმოდით. ხო, თქვენკენ არც კი გამოუხედავთ. კარგი, მოიცადეთ, რომელს უნდა დაუჯერო? ჩვენ, მასწავლებელო მაიკ. მოკლედ გოგოებო, ამ ბიჭებს ამ სკოლაში მეორეჯერ ვეღარ შემოიყვანთ, გასაგებია? მასწავლებელო მაიკ, თქვენში იმედგაცრუებული ვარ, ბაყაყებს როგორ უჯერებთ? იცით რა მასწავლებელო მაიკ, მაინც მოვლენ ბიჭები აქ, რადგან უნდა წაგვიყვანონ სკოლიდან. ხო, თუ თქვენ მასწავლებელო მაიკ, თქვენ გაგვაცილებთ სახლში და სხვათა შორის ნორმალური ბიჭები არიან. კარგი, დღეს ბოლოჯერ გაგაცილებთ, მაგრამ ხვალიდან ამ სკოლაში უცნობები აღარ შემოვლენ. მასწავლებელო მაიკ, ყველაფერში გეთანხმებით. უცხოები არ უნდა მოდიოდნენ ამ სკოლაში. ბაყაყებო, რა სირცხვილია, რამ ხელაშური გაქვთ ჩვენს მიმართ? ცუდი ბედი გაქვთ ბიჭებთან? ვაიმე საწყლებო, გვესმის ყველაფერი მასწავლებელო მაიკ. მასწავლებელო მაიკ, საუკეთესო ხართ. განსაკუთრებული შეთავაზება. ჯანდაბა, ვის უნდა მივაწოდო ეს ფურცელი? ბიჭებო, განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს კაფეში, მესამე პიცა ამ უფასოდ. კაფეში უკვე გუშინ ვიყავით. ხო, მოდი გოგოებს დავловოთ და წავიდეთ. კარგი, მე ავიღებ, მაინტერესებს. ვა, მაგარია, შეგიძლიათ შემოხვიდეთ და აქ დაალოდოთ თქვენს გოგონებს კაფეში. ღმერთო ჩემო, სხვები სკოლაში? აუცილებლად უნდა უთხრათ დირექტორს. მეგობრებო, სიმღერა ძალიან მომეწონა. მეგობრებო, თქვენ ადგილას სამაგიეროს გადავუხდიდი. ბიჭებო, უკვე გველოდებით? დიანა, წამო კაფეში შეთავაზებები აქვს. წამოდით, მარკუს, გჯერა მასწავლებელმა მაიკმა ამიკრძალა, რომ აქ მოგიყვანო. მეგობრებო, მინდოდა რომ მაგის თავზე მეგობრებო დაინახეთ როგორ ეხუდებოდნენ, თითქოს ერთმანეთს წლებია ხვდებიან. მეგობრებო, როგორ ჩანს აკაპელა არ დამეხმარა, ისევ სტრესში ვარ. მოკლედ, ახლა რაღაც გეგმა გვჭირდება ჩვენი გოგოების დასაბრუნებლად. ხო, ჩვენი გოგოების. ამ ბიჭებს უბრალოდ არ ესმით ჩვენ სინამდვილეში ვინ ვართ. მოკლედ, მეგობრებო, ახლა ჩემს სახლში წავით და გეგმას მოვიფიქრებთ მე ამ მოხების დასაბრუნებლად. ხო, მათ დავიბრუნებთ. განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს. შენ ვინ ხარ? მე ვარ პიცა. არა, მადლობა, სახლში შევჭამთ. ის ვიღაც უცნობები რო ჩვენ სკოლაში არ ჭამდნენ, მაშინ შემოვიდოდით. მეგობრებო, წავიდეთ, მეტი დრო აღარ გვაქვს. კარგი. ბავშვებო, განსაკუთრებული შემოთავაზება გვაქვს. მესამე პიცა უფასოდ. დრო დღეს ჩვენი დღეა. პიცა ორს ავიღებ. მოდით კაფეში, ყველაზე მაგარი პიცა გვაქვს. შემოდით. პიცა? მესამე პიცა უფასოდ? ბიჭებო, მივდივართ. ოხ, ძალიან ბევრი ხალხია. მეგობრებო, ჩემი ასისტენტი ახლა მოვა. სადაა პიცა? ის ორი პიცა მოგვეცი და მესამე საჩუქრად. ის და 4 მილკშეიკი. გოგოებო, შეამჩნიეთ რომ ჩვენი მაგიდა დაკავებულია? იქნებ მივიდეთ და ვუყვიროთ. მოდი, არ გვინდა დაველოდოთ სანამ წავლენ. ის? თელ სკოლაში დავარიგე, ისეთი დაღლილი ვარ ახლა. რა დაღლილი გამოიცვალე, ახლა უნდა ვიმუშაოთ. კარგი ბიჭებო, ხვალ სკოლაში არ მოხვიდეთ, სკოლასთან გარეთ დაგველოდეთ. ამ ბაყაყებმა ჩაგვიშვეს მასწავლებელ მაიკთან. კარგი, ახლა პიცას შევჭამ და მე ჩემთან სახლში წავალთ, არავინ არ არის დღეს. თან კალთბურთელები მთელი დღე არ მინახავს, სადღაც იმალებიან. მათ უბრალოდ ჩვენი ეშინიათ. ხო, ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. კარგი, ახლა უნდა წავიდეთ, გავერთოთ და გნახავთ. კარგად.